რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ. დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვიდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში ძალიან რთულია გაუძლოს სიცრუის იმ ამ აზრზე ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელ მსოფლიოში თავს ახავენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ. წერს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში. დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ჰქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან. ბოლოს ყველანი მიხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო. ბოლოს მხოლოდ ის ხალხი დარჩა, რომლებიც კონკრეტული აგენტურული ორგანიზაციებისგან ხელფასს იღებენ იქ დგომაში და ერთი და იგივე 200-მდე ადამიანი როტაციის პრინციპით დადიან როგორც სამსახურში და 9 საათით კეტავენ რუსთაველს. მე კი უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბოლომდე დავწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს ქართული ოცნება და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნებში დამონების მცდელობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომწეს საკუთარი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება. წერს ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში. ძაძამია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ეს ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ ლუკა ძაძამია 2024 წელს ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.